მოგესალმებით, მე ნათია შაი, ეს ჩემი არხია და მას შემდეგ რაც გამოიწერთ თქვენ ამ არხს, თქვენი არხიც გახდება. დღეს მინდა გავაგრძელო ბედის მატრიცის განხილვა სტალინის შესახებ. წინა ვიდეოში, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ ამავე არხზე, ვნახეთ სტალინის ბავშვობის და მშობლების ჩაკრარა, კარმა. აი ეს ნაწილი განვიხილეთ. დღეს მინდა განვიხილო სტალინის ტალანტის ზონა და კარმის კუდი, რომელსაც მე საავტოროდ ვეძახი კარმის შოლტს, იმიტომ რომ ვამბობ, რომ კუდი შეიძლება იყოს ფუმფულა, შეიძლება იყოს მომხიბლავი, ნაზი, ღუნღულა, მაგრამ აი შოლტი ყოველთვის მწარეა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არის კიდევაც ყველაზე, ასე ვთქვათ, დაბლა ნაწილში, ეს არის ყველაზე მძიმე ენერგია ადამიანის ბედის მატრიცაში და ცხოვრებაში, რომელიც უნდა დაამუშავოს. არ ვიცი, თქვენ შეამჩნიეთ თუ არ შეამჩნიეთ, მე მაინც განახებთ და დააკვირდით, რომ სტალინს, იგივე სოსოს აქვს სარკისებური მატრიცა. აი მე მინდა დააკვირდეთ და ნახოთ ამ შემთხვევაში ტალანტი, რომელსაც განვიხილავთ და კარმის შოლტი არის ერთი და იგივე 12 და საგვარეულო კარმებიც აქვს ერთნაირი დააკვირდით 3-21-18-6-18. ასევე მეორდება სექსუალური ენერგია და წინაცხოვრების ჯანმრთელობის კარმაც მის ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, როცა გადავალთ ამ ენერგიების განხილვაზე. მაშასე არკანებში როგორ გამოისახება და ვიზუალურად რო უფრო აღქმადი იყოს, აი 12 ჩემო ძვირფასებო, 3 და 18 ენერგიები, რომელიც აქვს როგორც ტალანტში, ისევე კარმაში. ახლა რას ნიშნავს ის, რომ არის არკისებური და ტალანტშიც და კარმის შოლტშიც აქვს ერთი და იგივე ენერგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა რაც წინა ცხოვრებაში, წინა რეინკარნაციებში ვერ დაამუშავა ენერგია, წამოიღო მინუსად, წამოიღო ნეგატივად და ძლიერ დასამუშავებლად, ასევე მის განვლილ სხვა ცხოვრებებში, ანუ ამ ცხოვრებას არ გულისხმობ, მე გულისხმობ წინა რეინკარნაციებს, ანუ ადამიანი რო იბადება, იმის წინაც იყო დაბადებული და იმის წინაც და იმის წინაც. ასე ვთქვათ, ადამიანებს აქვს მრავალი ცხოვრება და მის სხვა ცხოვრებებზე ვლაპარაკობ. საიდანაც ადამიანს მოაქვს ენერგიები, ერთი არის ის, რაც ვთქვით, მძიმე, რაც არის კარმის კუდი, კარმის შოლტი და არის ტალანტი, რაც ძალიან კარგად დაამუშავა, იცის ამ ენერგიების მართვა და ეს უნდა წამოიღოს პირველ რიგში გაიხსენოს, თავის თავს მოახმაროს, ხოლო შემდეგ, ასე ვთქვათ, ადამიანებს. ეს ადამიანები რამდენად დიდი იქნება, უკვე არის დამოკიდებული ამ ადამიანის ენერგეტიკის სიძლიერეზე. და იქიდან გამომდინარე, რომ სტალინს აქვს დაბადების ენერგია 21, თუმცა კიდე განმეორდები, რომ 21-ში არ იყო რეალურად სტალინი დაბადებული, ის 9-ში იყო დაბადებული, სხვათა შორის მე გავაკეთებ რეალურ ბედის მატრიცას, მაგრამ მუშაობს ეს ბედის მატრიცა, იმიტომ რომ ამას აღიარებდა და ამ ენერგიებში შევიდა. და 21 ეს არის, აი ეს ენერგია ჩემო ძვირფასებო, ეხლავე გაჩვენებთ, აი სამყარო. და ეს არის გლობალურობა, ეს არის მასშტაბურობა, ეს არის სიდიადე და კი ბატონო, მან ამუშავა ეს ენერგია და გახდა კიდევაც მსოფლიო მასშტაბის მოღვაწე. გადავიდეთ ახლა აი ამ 12 ენერგიაზე, 12-ზე, რომელიც აქვს ნახე უმწვერვალესში და უბსკულესში, ასე ვთქვათ, ორ საკვანძოს წერტილში, ხო? ამიტომაც არის ეს სარკისებური მატრიცა. ეხლა რა არის, როდესაც ყველაზე ზევით არის ენერგია? ეს არის ადამიანის ურთიერთობა
ღმერთთან, მოდი ესე ვთქვათ. ღმერთში არ იგულისხმება მარტო ჩვენი რწმენით იესო ქრისტე, მამა ღმერთი, აქ იგულისხმება ნებისმიერი ურთიერთობა ზეციურ მაღალ ვიბრაციულ ძალებთან. ვის როგორი რწმენა აქვს, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს, ხო და რომელი რელიგიის ან საერთოდ ათეისტია თუ არა არ აქვს, მიშობა როგორი დამოკიდებულება აქვს და ამ ადამიანს სამყაროსთან, ოღონდ ჭრილში ღვთაებრივ სამყაროსთან რო განვიხილოთ. მინდა მაგალითი გითხრათ, ნახეთ, ამ ენერგიით, რომელიც აქვს აი უმაღლეს მწვერვალზე ადამიანს, ამ ენერგიას როცა ამუშავებს, მაშინ ხედავს, მაშინ გრძნობს, მაშინ ურთიერთობს ადამიანი ამ ზეციურ არსებებთან და სამყაროსთან. მაშინ არის აი კარი იღება, ასე ვთქვათ, და შეუძლია ურთიერთობა. ეხლა რა არის 12 ენერგია. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრმა დარწმუნებული ვარ, იცის ეს ინფორმაცია, მაგრამ ვინც არ იცის და თან გვჭირდება ახლა რომ ვახსენოთ, ვიტყვი, რომ სოსო წერდა ლექსებს. სოსო იყო შემოქმედი შინაგანად. ეს ჩანს კიდევაც ცენტრში წინაზე ვახსენე, აქვს 6-იანი არის ეს სამყაროს ლამაზა დახქმა, საკუთარი თავის სიყვარული, უნდა ყოფილიყო ესეთი. მაგრამ მინუსში აქვს ეს, იმიტომ რომ მე ჩვენ რო გადავალთ საგვარეულო კარმებთან ვნახავთ, რა ძლიერ მინუსში აქვს 6-იანი. ანუ რაღაცა ეს ქონდა მოთხოვნილება, რომ რაღაცა რომანტიულად ლამაზად აღიქვა და ადრეულ ასაკში კი ბატონო წერდა ლექსებს. ამას არ ჩაუღრმავდები ამ მინუსს ახლა, იმიტომ რომ შემდეგი ვიდეოს ჩანაწერის თემა იქნება ეს. მოვუბრუნდები 12 ენერგიას, ღმერთთან ურთიერთობის ენერგიას. 12 ეს არის საკმაოდ შემოქმედებითი ენერგია, მას რო დადებითში დაემუშავებინა და ქონდა ამის რესურსი, ეს იქნებოდა რომ წასულიყო, კი ბატონო, ეწერა ლექსები, წასულიყო ამ გზით და სხვათა შორის დაინახავდა ამ უფლისგან სიყვარულს, ამ ენერგიას. მიუხედავად, უბრალოდ მიუხედავად იმისა კი არა და იმის გათვალისწინებით, რომ 18 ენერგია აქვს, აი ნახეთ, ასევე თან აქვს ხორხის ყელის ჩაკრაში ეს 18 ენერგია. და ძალიან შემოქმედებითი ენერგია, იმიტომ რომ ეს ჩაკრა არის გამომხატველობის ჩაკრა, გამომჟღავნების ჩაკრა და როდესაც მთვარეზის ამ ენერგიაში, ესე იგი ადამიანი სულიდან ამოტანილ რაღაცებს ამჟღავნებს, ეს არ არის მარტო ლაპარაკი, შეიძლება იყოს ყოფილიყო ხატვა, წერა და კი ბატონო, წერდა ლექსებს, თქო, აღარ გავაგრძელებ, ხო? და მთვარე ეს არის რომანტიკა, ეს არის სულიერება, ეს არის პოეზია, ეს არის შინაგანი სამყარო, ეს არის ქვეცნობიერი და არაცნობიერი და შემოქმედებითობა. ესე რო წასულიყო სტალინი, მე ვიტყვი, რომ საკმაოდ, ასე ვთქვათ, აი ამ აღიარებას საერთაშორისო და მასშტაბით მიაღწევდა აი სახელოვნებო გზით. მაგრამ არ ვიცი იცით თუ არა სტალინის ლექსი, ესა ერთი ლექსი არის ცნობილი, მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში სხვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ერთი ლექსით არ შემოიფარგლებოდა და ექნებოდა სხვა ლექსებიც, ეს ლექსი არის ვარც გაიფურჩქნა კოკორი, გადახვეოდა იასა. და ისტორია ესეთი არის, რომ როდესაც ეს მიიტანა სტამბაში დასაბეჭდად, ეს ლექსი მას დასცინეს, აბუჩად აიგდეს და აიმდიმთ ბავშვობის ტკივილს, რაც ჩვენ გავიარეთ და ავწერეთ, დაემატა კიდე ეს დაცინვა, შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება და მოკლედ ბოღმას დაემატა კიდე დიდი ბოღმა. ვის მიმართ თუ ქონდა, ესე ვთქვათ, თავადაზნაურობის ცისფერსისხლიანების მიმართ დიდი ბოღმა და სურვილი, რომ მოეკლა მოკლედ და ეხრჩო და ეს ამ ბოღმას ვერ განახორციელებდა და ანუ ბოღმად იქცა, ამ ტკივილს ვერ ახორციელებდა და ბოღმად იქცა, დაემარტა განათლებული, ნიჭიერი წერალი ადამიანების მიმართ ბოღმა. რატო უსვამ ამას ხას? იმიტომ რომ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და განსაკუთრებით მწერლები, როგორ რეპრესიაში მოაყოლა და დახვეტაზე უშჩიდა. მე არ ვამბობ, რომ
მაშინდელი სოსო იყო, ისეთი ნიჭიერი, რომ შეიძლება მართლა მსოფლიო დონის პოეტი გამხდარიყო, მაგრამ რაღაცა ცნობილი იქნებოდა. ჩვენ ვიცით ხელოვნებაში უნიჭო ხელოვნებები, რომლებიც ძალიან პოპულარულები არიან და ძალიან დიდ რამეს აღწევენ. ხდება ხოლმე ესეთი რამ ისტორიაში და მოხდებოდა ესეთი რამ სავარაუდოდ, რომ დაემუშავებინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც გავიარეთ ჩვენ, რაც ხდებოდა ბავშვობაში, ორი სიტყვით ვიტყვი, იმიტომ რომ ეს თემები მინდა შემდეგში ჩავწერო, რომ მისი ცენტრი ექვსიანი თავისად მისი სიყვარული იყო ნული, პირიქით ზულდა თავისი დაბადება, თავისი არსებობა და ეს ნახე ორი კარმით აქვს წამოღებული, თავისადმი ნეგატივი და არ სიყვარული, მოდი ესე ვთქვათ. ამ ყველაფერმა დაბლა დასწია და თან კარმის კუჩიც ეს ყველაფერი ასე ვთქვათ სიმძიმეში მოყავს. აი ეს ენერგია სულ წამოიღო სიმძიმეში. იმდენად მძიმე იყო ეს ენერგია, მოდი მეორენაირად დაგანახებთ, რომ სამყარო მისცა შანსი, რომ აეტანა ზევით, აეტანა ტალანტში ეს ენერგიები, მაგრამ უკაცრავად მან ეს ვერ შეძლო. რა არის 12 ნეგატივში? ანუ რა მოხდა სტალინში? 12 ნეგატივში ეს არის მსხვერპლად და შეწირულად და ჩაგრულად გრძნობა საკუთარი თავის და კი, ეს ასე იყო. სტალინი ბავშვობაში იყო მსხვერპლი თავისი მამინაცვალეს, იყო მსხვერპლი ბიოლოგიური მამის, რომელმაც მოიშორა და ასეთი გარემოში გადააბარგა, მოდი ესე ვიტყვი. მსხვერპლად თვლიდა დედისად მის ჰქონდა წყენა, აი ეს ჩანს ამ სამიანებში, ამაზე გადავალ სამიანის ენერგიაში და რამდენი ძალიან ბევრი სამი აქვს, მათ შორის კარმებში, საგვარეულო კარმებიდანაც მოყვება ეს და მსხვერპლად გრძნობდა შემდეგ სემინარიაში, როცა სწავლობდა, იქაც აბუჩათ აიგდეს. მოკლედ მთელი თავისი აი ესეთი რომანტიული პერიოდი რო გვაქვს ხო, ბავშვობა და ყმაწვილ ქალობა თუ კაცობა, აი მთელი ეს პერიოდი სოსო თავს გრძნობდა მსხვერპლად, ჩაგრულად, შეწირულად და ეს ყველაფერი აი ენერგიებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს 18 ენერგია ეს არის ნეგატივში, ვიტყვი პირდაპირ, რომ ეს არის ძალიან დიდი ბოღმა, ძალიან დიდი სიძულვილი, აი შავი ენერგიები, საკმაოდ ყველაფრის დანახვა, რომ ყველაფერი ბოროტია, სამყარო სასტიკია, ბოროტია, სამყარო მოძალადეა და ეს ყველაფერი ერთად რო შევკრიბოთ, აი ეს მონაკვეთი და აი ეს მონაკვეთი, ანუ ბავშვობის ტრამვები და მშობლების ურთიერთობა, მისი ტალანტი, კარმის შოლტი და კომფორტის ზონა, აი ეს სამი ენერგია რო შევკრიბოთ, მე ხას ყველა ენერგიას ვხედავ, მაგრამ თქვენ თუ ისე სამი რაც გავიარეთ რო შევკრიბოთ, უკვე პირდაპირ გვიჩანს ერთ სიტყვაში რომ ჩავტიოთ, ეს იყო დიდი პარანოიკით დაავადებული ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველასგან ელოდა საფრთხეს, ყველას უფრთხოდა, ყველას ეშინოდა და ყველაში და ვინ შეიძლება დაყოფილიყო ეს ყველა, ისევ და ისევ დაუბრუნდები თავადაზნაურობა, განათლებული ადამიანები, ნასწავლი ადამიანები, შემოქმედი ადამიანები, ვისაც აზროვნება შეეძლო, ყველაში პოტენციურ მტერს, ჩაგვრელს ხედავდა ის. და აქედან გამომდინარე, ოპლა დაიბადა და ჩვენ რას გულისხმობ? საზოგადოებამ ხო, იმდროინდელმა საზოგადოებმა ოპლა შობა ასეთი ტირანი, როგორადაც მოგვევლინა სტალინი. აი ეს არის 12 ენერგია. ჩაგვრელიდან მეორე
კულმინაციაში წასული ენერგიის ჰიპერმინუსში გადასვლა დიდ მჩაგვრელად, როდესაც თვითონ გამოდის ამ მდგომარეობიდან და თავის მტერს აყენებს ესეთ მდგომარეობას, ჩამოკიდებს და შესწირავს. კი ბატონო, თავის სიდიადეს, სიძლიერეს სწირავდა ის ადამიანებს პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ მიეღო აი ეს კომფორტის ზონა, რასაც ვერ იღებდა ვერასოდეს. მხოლოდ ამით იღებდა. აი როგორც ნარკომანი ნარკოტიკს რომ მიიღებს და აი ბედნიერებას გრძნობს ამითი ხო, ლუდომანი თამაშობს და ამ დროს იღებს ამ ჰორმონებს ხო, ბედნიერების ჰორმონებს, ის აი ესეთი პირდაპირ გაგებით, ანუ დახვრეტებით, მსხვერპლშეწირვით იღებდა იმ სიამოვნებას, აი მას რაც 6-იანს უყვარს, რაც ძალიან მინუსში ქონდა და ეს არის კომფორტის ზონა, ანუ კომფორტს ვერ გრძნობდა, თავისი ძულვილით ყველას ძულდა, ესე აღიქვავდა სტალინი, ყველას ძულდა, მთელი მსაყო მის წინააღმდეგ იყო, მთელ სამყაროს სიძულვილი იყო და ეს სიძულვილი მისკენ იყო მიმართული, ესე აღიქვავდა სამყაროს და აი ჩემო ბატონებო, ამის ასე ვთქვათ, დასაკმაყოფილებლად, ამ კომფორტის შესაგრძნელად, ანუ ბედნიერების შესაგრძნობად აკეთებდა ამას მსხვერპლშეწირვას, რის ნიჭიც ჰქონდა, ანუ ძალიან კარგად გამოსდიოდა ეს არაჩვეულებრივად, ართმევდა თავს და იღებდა ამ დიდებას, ამ ჰორმონებს, ბედნიერების ჰორმონებს. სამიანი, რაც ვთქვი, რომ ძალიან ბევრგან აქვს ეს დასამუშავებელი და ნეგატივი, ეს არის დედასთან ურთიერთობა. ცალსახად ჩანს, რომ მას ჰქონდა კი ბატონო წენები დედასთან დაკავშირებით, ისტორიული ცნობები მე ვერ მოვიძიე დედა როგორ ექცეოდა ბავშვობაში, მაგრამ კარმიდან გამომდინარე, ბედის მატრიციდან გამომდინარე ჩანს, რომ დედას ბევრ რამეს შეადანაშაულებდა, დედას აბრალებდა საერთოდ. დავიწყოთ იქიდან, რომ დედას აბრალებდა იმას, რომ თვითონ გაჩნდა და დაიბადა, იმიტომ რომ მას საკუთარი თავიც ძულდა და აქ ჩანს, რომ განსაკუთრებულად მძიმე ურთიერთობები აქვს მას, ქონდა მას ქალებთან, მდედრობით სქესთან. ეს ჩანს მას განსაკუთრებულ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ყავდა, განსაკუთრებულ აგრესიას უჩენდა ოჯახის წევრების მიმართ და ეს უკვე ვიცით ისტორიულად, როგორ მოექცა თავის მეუღლეს და თავის შვილებს, პირდაპირ სასიკვდილოდ გასწირა, ფრონტის წინახაზე გაუშვა და ფაქტიურად არ დაუხრეტია, მაგრამ იცოდა, რომ იქიდან ვერ ჩამოვიდოდა 99%-ით და აი ესე ვთქვათ, გაწირა შვილი, რაც ისევ და ისევ პროპაგანდამ ესე მიაწოდა პროპაგანდას, რომ რა დიდი ბელადია სტალინი, რომ სამშობლოში ესწირა შვილი, ისევ შეაქეს. აი, ისევ მივიდოდ კომფორტის დაზიანებულ ზონასთან. ანუ არ ქონდა მას სიყვარული არ მისცა მშობლებმა, მამამ საერთოდ უარყო, დედაც ჩანს, რომ დიდ სიყვარულს არ აძლევდა და არ ეცალა ამისთვის და მამის ენერგია, რომელიც შემოვიდა მამინაცვალი, პირიქით ძალადობდა მასზე სასტიკად ექცეოდა და აი ამას იკმაყოფილებდა ამითი. ამიტომ ასე ვთქვათ, შვილების უარყოფა არის სამიანი ეს ენერგია ნეგატივში და კი ბატონო, ესე გააკეთა. ასევე ბავშვობაშიც ჩანს ისტორიულად მართლა არ ვიცი, ვერ ვნახე მე შეიძლება სადმე მოიპოვება და კარმის შოლშიც ჩანს ეს, რომ არ ქონდა სტალინსკაი ჯანმრთელობა. ნამდვილად არ ქონდა. ეს რამდენად ცნობილია და რამდენად აჩენდა ამას და მალავდა ვერ გეტყვით და 18 კიდე აჩენს, რასაც ადასტურებს ისტორიული ცნობები, რომ სტალინი იყო დაინტერესებული ოკულტური მეცნიერებებით. ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიპოვება ამასთან დაკავშირებით, თუნდაც ის, რომ მას ყავდა პირადი ასტროლოგია და შეცვალა თავისი დაბადების რიცხვი. მე ბოლო ვიდეოს ნამდვილად გავაკეთებ მისი დაბადების ნამდვილ მატრიცასა და ამ მატრიცას შორის პარალელები გავავლოთ და ვნახოთ რა ქონდა მოცემულობა და როგორ შეცვალა მანის. ჩემი ინტუიციით ეს მთავარი მაინც აი ამ 21-ს უკავშირდება. მე ასტროლოგიურ უკას ახლა არ განვიხილავ ბედის მატრიცას, მაგრამ მთავარი ცვლილება რაც მოხდა, ეს არის აი ამ 9-იანიდან 9 არის აი ძალიან
ინტროვენტული ენერგია, ეს არის პირიქით ჩაკეტილობა, ჩაგმანვა, დამალვა ყველასგან და ეს რო ენდომებოდა ასეთი ბავშვობა და ახალგაზრდობა გამოვლილ ადამიანს ცხადია და შეცვალა აი ამ ნახე აბსოლუტურად რადიკალურით 360 გრადუსით 180 გრადუსით შემოატრიალა და უზარმაზარი ფართომასშტაბიანობა, გასულობა, გაფართოებაში გადაიყვანა თავისი ენერგია. დანარჩენი ვნახოთ ბოლო ვიდეოში გავაკეთებ ამ ანალიზს და აი ეს რაც მინდოდა მე თქვა, ოღონდ აი ეს ოკულტური ცოდნა გამოიყენა ნეგატიურად ცხადია. აქაც ვიტყვი, რომ შეეძლო პოზიტიურად გაეკეთებინა, გამოიყენებინა, მაგრამ ნუ რას უკაცრავად გამოიყენა საკმაოდ ნეგატიურად ეს ცოდნა მან. არა მარტო ასტროლოგიით იყო გატაცებული, კი მას მის გარშემო იყვნენ ექსტრასენსები, სხვადასხვა ეზოთერული ცოდნის მქონე ადამიანები, ამაზე არის ძალიან ბევრი ნაშრომები, ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტები, თუ ვისთან თანამშრომლობდა ის და ამ ფაქტებით ახლა აღარ შემოვიფარგლები, მინდა დაუბრუნდე ისევ და ისევ ბედის მატრიცას. მოდი ახლა განვიხილოთ აი ამ ენერგიებით 12-3-18-ით ვინ იყო სოსო ჯუღაშვილი წინა ცხოვრებაში. ანუ რატო წამოიღო ეს ცხოვრების სცენარი ამ ცხოვრებაში, რას ნიშნავს წამოიღო? ადამიანები, რასაც ვერ ვამუშავებთ, რაც არის დაუმუშავებელი ენერგეტიკა, იმ ენერგეტიკის მსგავს პრობლემებს ვიქმნით, როცა ვიბადებით, ასეთ სიუჟეტებს ვიზიდავთ, იმიტომ რომ დავამუშავოთ ეს პრობლემა და ვისწავლოთ ამასთან გამკლავება. აი ეს ხდება ხოლმე სანსარაში ტრიალი ბრუნვა და მრავალი ცხოვრების ერთ-ერთი აზრი ეს არის. ამ ენერგიებიდან გამომდინარე ჩანს, რომ სოსო იყო საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობის და უფრო მეტიც დიდი ალბათობით ის იყო აი უნარშეზღუდული ადამიანი, რომელსაც აკლდა სიყვარული. და სუსტი ჯანმრთელობა ექნებოდა ამ ცხოვრებაში, ანუ არ წამოიღო ესეთი დამაზიანებელი ენერგია ბოლომდე მან, როგორც არის უნარშეზღუდულობა, ხო, ვიზუალურად არაფერი არ ეტყობოდა როგორც ვიცი, მაგრამ საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა ექნებოდა, ეს არის 100%-იანი და იმ ცხოვრებაში, სადაც ჰქონდა ეს ტრამვა, ესე ვთქვათ, მან ვერ დაამუშავა, მან შეიზიზღა საკუთარი თავი, შეიძულა და შეიზიზღა სამყარო აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს ადანაშაულებდა საკუთარი თავის ჩათვლით იმაში, რომ ის იყო ასეთი. საერთოდ ძნელი ადამიანი თუ არ არის მაღალი განვითარების და ვიბრაციების რომ მიხვდეს, ესა თუ ის დაბრკოლება თუ ტკივილი ცხოვრებაში რატო შემოდის და რატო გვემართება. თუნდაც ის რატო შეიძლება დაიბადოს ადამიანი უნარშეზღუდული, ხო, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და კანონზომიერება და აი ეს კანონზომიერებას როცა იაზრებს ადამიანი, რატო მომივიდა ეს მე და ხვდები, რომ ეს არის კანონზომიერება, აღარა გაქვს უსამართლობის განცდა და რომ თუ ამას ვერ იაზრებ, მაშინ გაქვს განცდა რატომ მე, რატომ დამემართა ეს და რა უსამართლოა ცხოვრება და სამყარო. აი ეს ვარიანტი იყო აქ. თუ თავის საკუთარი თავის ისეთი ცხოვრება რო ქონდა, რომ კი ბატონოს ძულდა, ეს უკვე მრავალჯერ ვთქვი მე და აი ეს მინუსი წამოიღო არა ისე, საერთოდ ესეთი კარმის ადამიანები 18-3-12-იანი კარმის ადამიანები არიან ზოგადად ძალიან კეთილები, უმეტესობა არიან ძალიან თბილები, გასცემენ ძალიან დიდ სიყვარულს და არ იციან არას თქმა, ყველაფერს უსრულებენ. უარს ვერ ეუბნებიან და აი თავისი თავის პირადი ინტერესების ხარჯზე უკეთებენ სხვას ყველაფერს, იმიტომ რომ მიიღონ ის სიყვარული, მათ გონიათ რომ ესე მიიღებენ ადამიანებისგან სიყვარულს, რაც აკლდათ წინა ცხოვრებაში. მაგრამ სტალინმა აი რო იტყვენ ჰიპერ მინუსში გადაიყვანა ეს ენერგია, გაორმაგა
და ესეთი დაჩაგრული კი არ იყო, როგორც აღვნიშნე, პირიქით იქრს და პარანოიდულ ტიპაჟად და ჩარგვრელად, აი თავისი შინაგანი ძალიან ღრმა ინტუიციური სამყარო დაუკავშირდა ბნელ ეზოთერულ ძალებს, ბნელ მაგიურ ძალებს და განსაკუთრებული სიძულვილი ჰქონდა, როგორც ვთქვი, ბავშვებისა და ქალების მიმართ, მათ შორის ყველაზე ახლო მყოფი ქალების, დედის და მეუღლის, თუ მეუღლები ყავდა, ორი მეუღლე ყავდა მე მგონი მიმართ. აი ესეთი ენერგიები ამოვიდა აქ. თუ გსურთ თქვენი პირადი ბედის მატრიცა განვიხილო მენათია შაიმ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 591335507 ნომერი ღია და აქტუალურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ ჩემთან დაკავშირება. ან უბრალოდ მომწეროთ ქართული შრიფტით Facebook გვერდზე რეიქი მკორნალი. მე კი დაგემშვიდობებით და დავაანონსებ, რომ შემდეგში ჩვენ განვიხილავთ მის სიყვარულის ზონას, რა ხდებოდა მის სიყვარულის ზონაში, განვიხილავთ მის ჯანმრთელობის კარმას და სექსუალურ კარმას. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თქვენ ნათია შაი.